და ახლა უკვე ჩვენ სტუდიაში დებატების დროა. ჩვენი სტუმრები არიან დღეს უმრავლესობის, აგრეთვე უმცირესობი და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აგრეთვე დამოუკიდებელი დეპუტატები. ქალბატონი რიმა ბერაძე, სოსო მანჯავიძე და აქეთ ქალბატონი სევდია უგრეხელიძე, ალეკო ელისაშვილი და ზაზა ვეკუა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ქალბატონო რიმა, რა უნდა თქვენგან დავიწყებ, ჩვენ ბევრი პრეტენზია მოვისმინეთ ნიკა მელიასგან. მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ მქონდა სურვილი რომ დავით ნარმანიას ეპასუხა მისთვის, თუმცა მან უარი განაცხადა ეთერში მოსვლაზე, ამიტომ თქვენგან დავიწყებ. ქალბატონო რიმა, იყო საუბარი სხვა პრობლემებთან ერთად იმაზე, რომ უამრავი ჩაჭრილი ადამიანია ახლა თანამდებობებზე, რომელთაც ვერ გაიარეს რეალურად გამოცდები. თქვენი პასუხი როგორია, რატომ მოხდა ეს ასე? მოგესალმებით, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე მაქვს სანამ თქვენს კითხვაზე პასუხს გავცემ, მე მაქვს ერთი შეკითხვა. რა სტატუსით ყავდათ დღეს მელია აქ მოწვეული? რამდენადაც მე ვიცი, ბატონი მელიასნაირი კანდიდატები თბილისს ყავდა 21 და არასოდეს არ მინახია მერობის კანდიდატი ყოფილიყო თქვენთან ეთერში. ის მეორე ტურში გავიდა და სწორედ მელიას მიერ მოპოვებული ხმების გამო გავიდა მოსახლეობის ეს ჩემი დიდმა ნაწილმა სწორედ მას მისცა ხმა და ამიტომ ეს ჩემი შენიშვნა და თხოვნა მექნება რომ სხვა დროს როცა აი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ თანაბარ პოზიციებში გასაგებია, თუმცა ამ მიმართულებით თბილისში ის მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ამიტომ თხოვნა მექნება გასაგებია, მადლობა რჩევისთვის, თუმცა ჩვენ განსაზღვრავთ ვინ იქნება სტუმარი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აქ მელიას დემაგოგიასთან დაკავშირებით მე კითხვებზე პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ არ მემაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ რომ როცა ადამიანი არის გამწარებული, დაჩაგრული და დამარცხებული, ვაჟკაც კაცი დამარცხების გამო არის გამწარებული. დიახ, არჩემ დიახ, მისი გადმოსახედიდან ასე ჩანდა ეს ყველაფერი და უხერხული ამ პათოსით როცა მიყავს ეთერი, მე მგონი არ არის და ამას საზოგადოება შეაფასებს და ეს ჩემი რჩევა იქნება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ აქ საუბარი იყოს, რომ ის იმასთან დაკავშირებით, რომ კრიზისია მერიაში, კორუფციამ შეჭამა მერია, უკანონოდ მიმდინარეობდა გამოცდების ჩატარება და რა ვიცი, რამდენი რამ, მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს მერიაში, არანაირი კორუფცია არ არსებობს მერიაში, რა თქმა უნდა, რისთვის დააკავეს მაშინ? ერთი წუთით თუ შეიძლება, ერთი წუთით ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. რა თქმა უნდა, იყო კორუფციის ფაქტები, აქ ამ შემთხვევაში საუბარია ჯოკია ბოდოკიაზე, სანამ თქვენ შემეკითხებით, მე გაგცემ პასუხს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გუნდისათვის მაქსიმალურად იყო მიუღებელი ეს ფაქტი და მე ვწუხარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ჩვენ შევძელით ის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, ჩვენ დავასახელეთ, ჩვენ ხელი არ დავაფარეთ, დავსაჯეთ და აბსოლუტურად ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ჩაიდენს ანალოგიურ დანაშაულს, ის იქნება დასჯილი. რაც შეეხება გამოცდების თემას. ეს ყმადაღებული თემა, რომელზეც არაერთგზის ჩვენ მიგვინიშნები, რომ არაობიექტურად მოხდა ამ მიმართებით გამოცდების ჩატარება. იცით თქვენ, რომ 1033 ადგილზე გამოცხადებული იყო კონკურსი. დღესდღეობით 450 ადგილი არის ისე ვაკანსირებული. მე მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არაობიექტურად არ მომხდარა, რომ ჩაებარებინოს გასაუბრებაზე მას მიიღოს ის შედეგი, რაც უნდა მიიღოს და იგი დარჩენილიყო ჩაჭრილი მოადგილეები გამგეობებში არ მუშაობენ. ჩაჭრილი მოადგილები, კი ბატონო, ჩაჭრილი მოადგილები არ შეიძლება ჩვენ ასე შევაფასოთ. ჩაჭრილ მოადგილებს, რომლებიც თქვენ ყავთ ამ სტატუსში, მათ კანონის მიხედვით არ ეხებოდათ გამოცდებზე გასვლა. ერთი წლით იმ საჯარო მოხელებს, რომლებიც არიან ესა რა ქვია, გამგებლის მოადგილის რაგში, მათ გამოცდაზე გასვლა არ ეხებოდათ. კი ბატონო, თანამდებობის პირი, რომელიც გამოცდას ვერ აპარებს, რატომ უნდა იყოს თანამდებობაზე? ქალბატონო სევდია. მოგესალმებით ყველას და ამ საკითხთან დაკავშირებით თუ მეკითხებით მხოლოდ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც სამარცხვინო კონკურსი, დიახ, სამარცხვინო კონკურსი იყო. თუ არ ეხებოდათ, მაშინ არ უნდა გასულიყვნენ და თუ ეხებოდათ, უნდა ჩაებარებიათ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ელემენტარული პირველი ეტაპი ტესტირება ვერ ჩააბარეს და არა მარტო მოადგილეებმა, არამედ და თანამდებობის პირებია განყოფილების გამგეებმა, რომელთაც ეხებოდათ ნამდვილად. არამედ ესენი არიან თანამდებობის პირები და მათ ხელში არის სწორედ ძირითადად გადაწყვეტილებების მიღება და ხალხის ბედი, მაგრამ რიგით თანამშრომლებიც, რომლებიც არიან შემსრულებლები და ძალიან ბევრი რამეა მათზე დამოკიდებული, მათაც ვინც ვერ ჩააბარა რჩებიან თანამდებობებზე და აკეთებენ კანონით მანიპულირებას, სამსამი თვით ნიშნავენ, მერე გადაყავთ უცვლიან პოზიციებს დროებით ნიშნავენ, ეს არის
დანაშაული, ვინაიდან კანონით მანიპულირების საფუძველზე ტესტირება ჩაბარებული და გასაუბრებას ჩაჭრილი ხალხი, რომელსაც ისეთ რას ეკითხებოდნენ, ვის მიეცი ხმა და ვის უჭერდი მხარს და მუშაობდით თუ არა ამ დროს ნაციონალური მოძრაობის დროს მიიღეს თუ არა სამსახურში და ამ კითხვებზე პასუხის საფუძველზე ყრიდნენ. სერიოზულად თქვენი თანაგუნდელები დანაშაულშადიან ასე გამოსახება გიორგი. იმიტომ ეს ხალხი გამოდის თუ შეიძლება ჩემი დრო მე მომეცით და თავის დრო მიეცით ჩვენ დებატების რეჟიმში ვართ ქალბატონო. ქალბატონო იმას კითხეთ რა. დიახ ქალბატონო იმას კითხეთ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე. ვერ მივიღებთ ბატონო გიორგი თქვენთვის კარგად არის ცნობილი რომ აქ აიყო მხოლოდ როგორც აფასებს ჩემი ოპონენტები მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კომისია შემადგენლობით დაკომპლექტებული. აქ მონაწილეობას ღებულობდა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ასეთი ფაქტი რო ყოფილიყო მე პირველად მესმის რომ თითქოს იქ იყო შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პარტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე გეტყვით მათში რომ ძალიან ჩვენი ბევრი პარტიის წარმომადგენელი იქნა ჩაჭრილი და ისინი დარჩენ უსამსახუროდ. უფრო მეცაც გეტყვით მაგალითად თუ შეიძლება გეტყვით სახელდაგვარებსაც დაგისახელებთ ჩუღურეთის რაიონიდან 8 ადამიანმა გადალახა კონკურსის ყველა პირობა მიიღეს მაღალი ქულები მაგრამ გასაუბრებაზე ვერ მიიღეს შესაბამისი შედეგები და ისინი დარჩენ საჯარო სამსახურის მოხელის გარეშე. აი ეს რეალური ფაქტი და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენს კადრებს ასეთი მიდგომა რო ყოფილიყო მხარს არ დაუჭერდით? მადლობა ქალბატონო რიმა. ბატონო ალეკო, თქვენ თქვით მერიაში მონასტერი აირია, თუმცა უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ რეალურად არანაირი კრიზისი არ არსებობს, ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ წალეკა კორუფციამ მერია, თუმცა აი ითქვა ისევ, რომ ფაქტობრივად 1-2 შემთხვევა იყო გამოვლენილი და შესაბამისად ადამიანები ბრალდებულები არიან უკვე ამ საქმეზე და არანაირი ასეთი მასშტაბური კრიზისი იქ არ არსებობს. საღამოშტობის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. იცით როგორ არის საქმე, მე როცა ვთქვი რომ მონასტერი აირია, ჩემი აზრით თქო, როგორ ჩანს მონასტერი აირია. მაგრამ ჩემი აზრები, პოლიტოლოგების აზრები, урбанистების და არქიტექტორების არ არის მნიშვნელოვანი. მერიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი არის ქალაქის მერი. და როდესაც ერთი ფაქტი იყო კორუფციის გამოვლენილი, მეორე ფაქტი იყო გამოვლენილი, როდესაც საკადრო გადაადგილებები დროში დაემთხვა, მაგალითად მეორე პირი და მეორე მოხელე რანგით ქალაქის გაუშვეს სამსახურიდან. ხო, ის აღარ არის პირველი ვიცემერი და სხვა საკადრო გადაადგილებები რამდენიმე მაღალჩინოსანმა თავისინები დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის გარეშე, რაც არ არის ხო მარტივი ამბავი, ვინ წერს საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის განცხადებას. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ანუ დარჩა შეკითხვები, მარგიშვილმა ხო ჩააბარა გამოსტაკია და გაჩნდა კითხვები, რომელზეც რეაქცია საკრებულომაც და მათ შორის ქართულმა ოცნებამ პირველ რიგში და ქალაქის მერმა დააგვიანა. ყველამ ერთად დავაგვიანეთ, იმიტომ რომ ჩვენ პასუხები გვჭირდება ქალაქის მერისგან. რა ხდება თბილისის მერიაში? რამდენად ფლობს ის მოვლებს? ჟურნალისტი ვიყავი 17 წელი და ძალიან კარგად ვთქვი და ყველამ ვიცით ნებისმიერმა რომ ჭორები, მითქმა-მოთქმა ჩდება იქ, სადაც არ არის მკაფიო პასუხები. როდესაც არ იყო მკაფიო პასუხები და როდესაც მერი გაექცა მკაფიო პასუხს და უკანა გასვლელიდან გავიდა აი წავიდა რომ მარგიშვილის სამსახურიდან გაშვება უკავშირდება ბოდოკიას საქმეს, ეს იმას უკავშირდება, წავიდა მჭხიბაობა და ნაცარქიობა პოლიტიკური და ჩვენ გვაინტერესებდა ამ დროს პირველ რიგში უნდა თავად დავით ნარმანიას უნდა ეთქვა, რომ მე მოვალ საკრებულოში თავისი ინიციატივით უნდა ეთქვა, ან თბილისის მერის და ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელ ორგანოს, თბილისის საკრებულოს და იქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას პირველივე წამს უნდა დაებარებინა ქალაქის მერი. ეს პროცესი გაჯანჯლდა. ამ გაჯანჯლებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები, მითქმა-მოთქმა და ეს ყველაფერი. თბილისის მერიაში არ არის ვითარება კარგად. თბილისის მერს უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ამას ადასტურებს ეს საკადრო გადაადგილებებს და დანარჩენი ყველაფერი. ხო და ჩვენ პოლიტიკური ქიშბი და მე ძალიან კოლეგიალურად, ძალიან მშვიდად კამერები როდესაც გასულები იყვნენ სხდომის მიწრულს. ერთ-ერთი სხდომა ქონდა 4 საათნახევრიანი. ვთქვი რომ კოლეგებო, აქ დამეთანხმებით, ხო თქვი რომ არის კითხვები, 8 თვე გავიდა, 4 აგვისტოს დავამტკიცეთ ქალაქის თავრობა. მოდი დავიბაროთ ეს მერი და ანგარიში მოვთხოვოთ.
ერთხელ თქვის ხლომაზე, მეორეჯერ თქვის ხლომაზე და მერე დავიწყე ხელმოწერების შეგროვება. მე მიყვართ თბილისთან დაკავშირებული ძველი ნივთების შეგროვება და არა დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება. ხო და საერთოდ არ მინდოდა ეს რაღაცა ამ დავით არაბის ატეხვა. და აქვე ვიტყვი რომ თავისუფალი დემოკრატების დღევანდელი განცხადება იყო მიუღებელი და ცოტა გაუგებარი, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ პირველებს მოეწერათ იმ განცხადებისთვის ხელი, როდესაც თქვი, რომ ამას ვიწყებ. რატომ არ მოაწერეს ხელი თქვენ? არ ვიცი, როგორც ჩანს იქ უჭირთ გაწყვეტილების მიღება და იმის პოზიციონირებაც რომ საკრებულოში თავისუფალი დემოკრატები არიან რეალურად ოპოზიციურ ზალა. ირაკლი ალსალიანის პარტია არის ოპოზიციური პარტია, მაგრამ საკრებულოში როგორც ჩანს ამის ინერცია მთლად ეს რეალურად არიან განწყობილი პირადად მერის არ ვიცი, არ მინდა თავისუფალ დემოკრატებში მიმდინარე პროცესებზე ვიმშელო, მაგრამ უბრალოდ დღევანდელი განცხადება და ის მოტივი რომ იცი რა ნაციონალური მოძრაობა აწერენ ხელს და ამით ჩვენ არ მოაწერს შალვა ობგაიძე აწერს ხელს განცხადებას და არ ვიცი იცი თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ როგორ სისხლი გაუმწარა მაგალითად მის ოჯახს და როგორ გაძარცვა და გაუბედურა და მე ვიყავი ამ განცხადების ინიციატორი და ჩემი დამოკიდებულება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთმნიშვნელოვნად ცნობილია. ამდენად ეს გაუგებარი სხვა მოტივი შეეძლოთ ეთქვათ, მაგრამ არა ეს მოტივი. მაგრამ თავარი არის ის რომ ამ იმის შედეგი იყო რეაქცია დაგვიანებული იყო ყველაფერი, მაგრამ თავარი არის ის რომ მოვა დავით ნარმანია და სულაც არ მეხალისებდა იმ ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ შედეგი უკვე არის. იმ პროცესის შედეგია. ჩემი მიზანი იყო და დანარჩენი დეპუტატების და ქალაქის მოსახლეობის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ანგარიში ჩაგვაბაროს დავით ნარმანიამ ქალაქის მერიაში არსებულ ვითარებას და ქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. და რახან მოვა კი ბატონო, 2 კვირა არაფერი არ დაინგრევა, არაფერი არ დაიქცევა, ძალიან კარგი. თუმცა ის დათქმა, რომ აპრილში ისაც მოვდიოდი, იმიტომ რომ ამას კანონი ითვალისწინებს, არანაირი წესი, არანაირი რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებდა, მაგრამ გასაგებია რაღაც თუნდაც შეფუთული იყო ეს ყველაფერი. დაველოდებით, დავსვავთ კითხვებს. მე მაგალითად ახლა ბატონიკას უსმენდი და ბატონიკას აშკარად უხარია წარუმატებლობა დავით ნარმანიასიც და თბილისის მერის. მე გული მტკივა, იმიტომ რომ მე ვიყავი 1 ოქტომბერს ერთ-ერთი ყველაზე აღტაცებული ადამიანი 2012 წელს და ჯერ კიდევ რჩები ქართული ოცნების ხელისუფლების ხარდაჭერად, მაგრამ ისე ქალბატონურმა ნუ წარმოვაჩენთ ნაციონალურ მოძრაობას იყო ის რომ არასოდეს არაფერს არ აღიარებდნენ. მათთვის ყველაფერი მშვენივრად იყო. მე გაგცემთ ახლა. მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო, ყველაფერი ფსკი. ქალაქში ორმოებია. დაჯართული ავტობუსები დადის, დაჯართული ავტობუსები მე არ უნდა გავაკეთო და არ ვაკეთებ. 8 თვე გავიდა და როგორ აკეთებთ ეს გითხარით? გავიდა, გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ამის კითხვა, ამ კითხვების დასმა მინდოდა ქალბატონურმა და მოდი. დებატების რეჟიმში. ერთი წუთი ბოდიში ვიქთით არ მე კი უნდა დამემთავრებინა ქალბატონურმა, მაგრამ მაგრამ უბრალოდ ის ფაქტორი რომ თქვენ მიაღწიეთ იმას რომ ბატონი დავით ნარმანია მოვიდეს საკრებულოში ეს არ არის სწორი პოლიტიკა. ეს არ მithქოს. მე ვთქვი რომ იმ ხელმოწერების შეგროვების კამპანიის შედეგი იყო. მე არ მithქოს მე მივახციეთ. აბსოლუტურად ეს არ არის სწორი და გაგახსენეთ ახლა ჩვენს დამოკიდებულებას. თქვენ კარგად გახსოვთ, როცა თქვენ ბრძანეთ რომ თქვენ ითხოვდით ბატონ ნარმანიას მოსვლას საკრებულოში სხდომაზე. მე იქვე გავაკეთე განცხადება რომ ჩვენ დაწყებული გქონდა ეს პროცესი ბატონო გიორგი ფრაქციას უკვე დაწყებული გქონდა პროცესი ჯერ კიდევ 25 დღის უკან ჩვენ დავიწყეთ პროცესი კერძოდ რა რომ გადავწყვიტეთ ჯერჯერობით მოვისმინოთ საქალაქო სამსახურების მუშაობა შემდეგ ეს ჩვენ ფრაქციის ხდომაზე თავისთავად ცხადია შემდეგ მოხდებოდა კომისიებზე მათი მუშაობის ანგარიში და შეჯამებულ რანგში როცა გავიგებდით რა ხდებოდა საქალაქო სამსახურებში ამის შემდეგ ვფიქრობდით რომ მოსულიყო ბატონი დავით ნარმანია და ეს ყველაფერი ხდებოდა აპრილის დასაწყისში თქვენი ფრაქცია ერთია და ჩვენს ვართ არა გასაგებია ფრაქცია იყო სწორია თქვენ კი ბატონო მაგრამ ეს პროცესი დავიწყეთ ჩვენ ერთი წუთით თუ შეიძლება დავამთავრებ დიახ რაც შეეხება იმას რომ მარტო ფრაქცია არის მე და დღეს ბატონმა სოსომაც გააღო კარები და შემოვიდა ჩვენთან ფრაქციის ხდომაზე ნებისმიერი ადამიანი ვინც გააღებდა შემოვიდა და მოусმენდა მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ უმწვავესი პრობლემები გქონდა და გვაქვს და შეფასებები გავაკეთეთ ტრანსპორტის სამსახურთან დაკავშირებით დიახ და ზუსტად ბატონო ალიკოს როს ტკივა რომ ქალაქში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა რომელიც არის მართლაც მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ გვაძლევდა ამის რეალურ საშუალებას, ჩვენ დავსახეთ გზები. როგორ მოხდეს ამ ტრანსპორტის განახლება? დღეს გქონდა მაპატიეთ დავამთავრებ, 1 წუთი მჭირდება მხოლოდ. დღეს გქონდა კეთილმოწყობის სამსახურთან ჩვენ მსჯელობა, 4 საათის განმავლობაში მიდიოდა ძალიან საქმიანი მსჯელობა მიმდინარეობდა და მე მინდა გითხრათ რომ ის რეკომენდაციები, ის ხედვები, აი აქ ითქმება ხა ტენდერებთან დაკავშირებით, აქ ითქმება ხა ერთპირთან ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. აქ ითქმება
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, აქ იქმნება ორმოულ შეკეთებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ჩვენ ხედავთ ამას, ჩვენც გვაწუხებს ეს პრობლემები. ჩვენც გვტკივა გული ამ ქალაქს და თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ ხელდაკრეფილი ვზივართ და უყურებთ ყველაფერს ამ პროცესებს. არა, ჩემო საყვარელო, ნარმანია როცა მოვიდა ერთი წუთი დავამთავრებ. ნარმანია როცა მოვიდა. ნარმანია როცა მოვიდა ხელისუფლებაში, როცა მოვიდა და მოიყვანა გუნდი, ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესი. გუნდი მოიყვანა და დღეს მიაჩნია, ანუ მონაცვლეობა გააკეთოს ამ კადრების. როგორ შეიძლება რომ ჯერ არ გქონდეს სასამართლო აღიარება და ადამიანს ადანაშაულებდა კორუფციულ გარიგებაში. მე მგონი არასწორი და არა ადამიანური. უბრალოდ გულისკივილისთვის რა თქმა უნდა თქვენ არ ხართ საკრებულოში, ხართ იმისთვის რომ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ბატონ ზაზავეკუას მოусმინოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც აგრეთვე ისურვებდა რომ მერი მისულიყო საკრებულოში და მისთვის დაესვათ კითხვები. თქვენ როგორ თქვით, საკმარისი იქნება ის რომ მერი მოვა აპრილში. როდესაც კითხვები ალბათ კიდევ უფრო გამრავლდება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით ყველაფერს მინდა რომ თავის სახელი დავარქვათ. ის ინიციატივა, რომელიც ბატონმა ალეკომ გააჟღერა და რის გამოც ჩვენ გაერთიანებული დემოკრატები შევერთით საქმე შემდეგში მდგომარეობდა, რომ დედაქალაქის მერია ყოველდღე ეხვეოდა სკანდალში. რომ გამოგეკითხათ თბილისში საქართველოს მასშტაბით ყველაზე არაკომპეტენტური და ყველაზე კორუფციული უწყება უდიდესი უმრავლესობა იტყოდა ეს არის დედაქალაქის მერია. რა ხდებოდა დედაქალაქის მერიაში? ერთ დღეს დაკავება ქთამის აღებაზე, მეორე დღეს ჩაშლილი ტენდერი, მესამე დღეს წერს პირველი მოადგილე განცხადებას, მეოთხე დღეს ერთმიტან ოლაპარაკება, მეხუთე დღეს ისევ ქთამის აღება, შემდეგ დღეს ისევ კიდევ ჩაშლილი ტენდერი, შემდეგ ამასაც გადარიცხულთა. ყველაფერი თუ კი რაიმე შეიძლება და უბედურებად მოხდარიყო, ყველაფერი თავს დააწყო დედაქალაქის მერიას. აბსოლუტურად ხედავთ რომ არაფერი არ კეთდება. ხედავთ რომ ყველაფერი მიდის ძალიან უკან. ჩვენ უბრალოდ დავაყენეთ საკითხი, ბოლო საკითხი იყო, რომელიც დღესაც გავიდა, ეს იყო, როდესაც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე იყო საუბარი. როდესაც უკვე ბატონი მარგიშვილი, როდესაც გამოაცხადა ბატონმა ნარმანიამ, რომ ბატონი მარგიშვილი მიდის პირველი მეცნიერობიდან, მისთვის უნდა შეგვექმნა მეწარმეობის ცენტრი და ამაზე იყო დიდი ჟაბასი, დიდი კამათი იყო. მიაშთათ უმრავლესობის დეპუტატებსაც, რომ არ იქნებოდა ეს დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მაგრამ ისევ მოხდა, რომ დღესვე უკვე 50,000 პირველი თვე უკვე გამოიყო თანხები სწორედ ამ ცენტრის დასაფინანსებლად. და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ის რაც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში, ხედავდით, რომ დედაქალაქი თავზე გვენგრეოდა. მე საერთოდ დამშა წარმოდგენა, რომ ბატონი ნარმანია ძირითადი სამსახური არ არის მერობა. შეიძლება სადღაც მუშაობს და ძირითადი სამსახური სადღაცაა და უბრალოდ შეთავსებით არის აქ ქალაქის მერი. ვერ ხედავთ, რომ ქალაქის მერი არის ქალაქში. აი, შეუძლია რა პრობლემა იყო, რომ ორჯერ მოსულიყო, რა ამ ქალაქში ხო ატარებს, ხო რჩება ამ ქალაქში. რა პრობლემა იყო, მაგრამ ეს იყო რაღაცა შოუ და ძალიან ჩემთვის საწყენია და მე არ ვიცი რატომ ფიქრობდა ან ბატონი ალეკო ან რატო ქონდა წარმოდგენა რომ თავისუფალი დემოკრატები მიიღებდნენ ამ ხელისმოწერაში. მე ნამდვილად არ მქონდა, მე ბატონი ნამდვილად არ მქონდა ესეთი მოდით აგეშთით რატომ იგივე სიტუაცია გამოვიდა, როდესაც იყო ბიუჯეტი მისაღები, მაშინ დააფიქსირეს კადრები, როდესაც ბატონი ნარმანია მივიდა შეხვდა თავისუფალ დემოკრატებს და იქ რაღაცა ითქვა, რომ ვითომ რაღაცას გააკეთებდნენ და ეს რაღაცა პატარა შოუ მოაწყვეს. ამის შემდეგ იყო სწორედ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრთან დაკავშირებით, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომისიაზე ვარდებოდა ეს საკითხი და როდესაც 4-2-ზე იყო, შემდეგ უკვე მეხუთე ხმა ჭირდებოდა მაშინ აწეს თავისუფლად დემოკრატებმა ნახეს რომ არ ყოფილდა თქმა, ესევე მოხდა შემდეგ საკრებულოს ხმა. რატომ იღებენ ისინი ასეთ გადაწყვეტილებებს თქვენი ასეთ? ის არგუმენტი რამდენად მისაღებია, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მათ არ უნდა ნაციონალებთან ერთად ამაში გასაგებია, რომ რეალურად ქართული ოცნება და თავისუფლად დემოკრატები დედაქალაქში გაყოფილები არ არიან. ისინი ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ერთ სამეგრელოს წარმოადგენენ. ყოველ შემთხვევაში ერთ მხარეს არ უნდა დაკარგოს ის თანამდებობები თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის თანამდებობები, რომლებიც გააჩნიათ, მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე ქართულმა ოცნებამ უბრალოდ არ გაიმეტა არც ერთი კომისიაც კი რომ მონაწილეობა მიგვეღო ოპოზიციას და არც ერთ კომისიას არ დათანხმდა რომ ქონოდა ოპოზიციას, მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებს ერთ გუნდად იყვნენ. დღეს არავის გახსენებია რომ ისინი რახან ოპოზიციაში და თუ ოპოზიციაშია წავიდნენ, ისევე როგორც დავშად ახლა პარლამენტში ხდება შესაბამისად ამ თანამდებობებზე ეზრუნათ რომ დაებრუნებიათ უმრავლესობა. აი მოვლენებს ესე იგი თქვენს გონიათ როგორც ნაციონალურ მოძრაობას ქალბატონი იმარო სულ იქნებით და იქნებით. სამი წელი გავიდა. არა, მე ოცნებაზე ვიძახი ზოგადად. რა მოვლენებს უნდა გავუსწროთ? უკვე გავიდა ამდენი ხანი. დიდი ხნის მოღვაწეობისთვის სტაჟი გაქვთ ბატონო ზაზა. თქვენს პარტიაში და თქვენ უფრო
გონიათ ვიდრე მე. ეს შენიშნა ჩემი მისამართი არაობიექტურია და ძალიან თქოს ასეთი შენიშვნებისგან თავი შეიკარგა. არა, ხო, მადლობა ბატონ ზაზა. მოლეს თუ გავუსწრე და ვერ შევიკარებ თავს და კიდევ მინდა ვახსენო. ის რაზეც ქონდა საუბარი, რა ხდებოდა? ჩვენ ქონდა დაძახებული სხვადასხვა სამსახურები, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ. ეხლა რასაც იძახეს ქართული ოცნება, ჩვენ 2 თვის წინ დაუძახეთ სატრანსპორტო სამსახურს. ამ საცხოვრებთან დაკავშირებით არავითარი ხედვა არ აქვს. ჩვენ დაუძახეთ იგივე შესყიდვების სამსახურს. ტენდერებია გამოცხადებული 100%-ით ამასაც არის ფული ჩარიცხული. მე მინდა გითხრათ, რომ მარტო ნოემბერ-დეკემბერში 17 მილიონი ამასი არის ჩარიცხული. გასაგებია, დაგიბრუნდებით ბატონო ზაზა. ყველაზე კორუფციული უწყება არის მერია, განაცხადა თქვენმა კოლეგამ ბატონო სოსო და ამბობს, რომ რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ამ საკითხებზე მერის პასუხების მოსმენა და არაფერი დაშორდებოდა, თუნდაც ორჯერ რომ მისულიყო ის საკრებულოში. თქვენი პოზიცია როგორია? საერთოდ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე გააუქმა კანონი ცილისწამების შესახებ. მე პირადად მუშაობ ამ საკითხზე და აუცილებლად რამენერად მივაღწევ ამ ხელისუფლებისგან იმას, რომ ეს კანონი მიღებული იქნეს. ის უდანაშაულობის პრეზუმპციის მასობრივი დარღვევა, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ცენტრალური უფლებაა თითოეული ადამიანის, აღმოიფხვრა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. ეს პირველი. მეორე. ის ალარმისტული განწყობილებები, რომელსაც ახლა მედია განუწყვეტლივ ესე ყოველგვარი რა ვიცი, მორალური ზღვარის გარეშე და პასუხისგებლობის გარეშე თესავს საზოგადოებაში აბსოლუტურად მიუღებელია. მესამე მედიაზე ასაუბროთ, თქვენი კოლეგები არიან, აქ რომლებიც ამის შესახებ საუბრობენ მედიაზე. მესამე შავ-თეთრი საერთოდ სამყაროში არაფერი არ არსებობს. ყველაფერი მოგეხსენებათ ტონალობებში გადადის, ხო? არსებობს ძალიან უარყოფითი პროცესები მერიაში, არსებობს კარგიც. წარმოსახვა იმისა, რომ რაღაცა თავზე გვექცევა ქვეყანა და უსურსური და აი ესეთი სიტყვების, ესეთი ლექსიკა აბსოლუტურად არანორმალურად ხშირად გამოყენებული საზოგადოებაში თესავს ცრუ წარმოდგენებს. ეხლა მე პირადად მე რამდენიმე პრინციპულ საკითხზე დაუპირისპირდი მერის პოზიციას. მოგახსენებთ რაზეც, მაგალითად, როდესაც შემოტანილი იქნა ბიუჯეტი, რომელიც გულისხმობდა 9 მილიონის მაგივრად ეკონომიკურ განვითარებაზე 2.602.700.000 ლარის გამოყოფას, ეს იყო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ ცხადია, რომ მინიმუმ 20-30 მილიონი მაინც არის საჭირო, რომ ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მოხდეს, მცირემეწარმეობა განვითარდეს. და ამის შესახებ მე კონკრეტულად შეხედულება გამოვთქვი. მაგრამ როდესაც შემოვიდა იმ კონტექსტში, რომ მაინცა და მაინც ბატონი მარგიშვილის მოხსნას დაუკავშირდა მეწარმეობის ცენტრის დააფუძნება, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ვინაიდან დისკრედიტაცია ეწეოდა თვითონ ამ იდეას. ტენდერებთან გამოვთქვი ჩემში. ახლა რაც შეიძლება ტენდერებთან და კონკურსებთან დაკავშირებით და კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებთან თუ გაქვთ კონკურსთან დაკავშირებით მედიაში აგერ არის ჩემი გამოსვლები და ეს კონკურსი უნდა მომზადებულიყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარებულიყო ამ ვადებში. ეს იყო აბსოლუტურად სრულად მოუზადებელი კონკურსი, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობები, სამწუხარო გაუგებრობები, მაგრამ რაზეც ქალბატონი რიმა საუბრობდა, ფაქტიურად რა მიიღო იგივე ქართულმა ოცნებამ ამ კონკურსიდან. პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, ეს იყო პოლიტიკური წაგება, ხო? ანუ ეს არ იყო პოლიტიკური ანგაჟირებულობის შედეგი არ არის. ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლის შედეგი, რამაც ასეთი უარყოფითი შედეგები გამოიყო. ახლა რაც შეეხება ტენდერებს და ჩემ კოლეგებს ვთხოვ, რომ პრინციპულად მიუდგეთ ამ საკითხს. პრინციპულად მიუდგეთ, რა ხდება? იმიტომ რომ მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფო შესყიდვები და ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, პირდაპირ გეუბნებით არის დამღუპველი. დამღუპველია ნამდვილად სამწუხაროდ ხელისუფლებას აქამდე უნდა გადაეხედა, თუმცა ძალიან რთულია. აი პირდაპირ გეუბნებით ძალიან რთულია ამ ინერციის დაძლევა და რატომ? თვითონ ის სქემა, რომელთაც მიმდინარეობდა ტენდერები, როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის მასშტაბით, გულისხმობდა ადეიშვილის პროკურატურის ტერორს. პირდაპირ თქვა, შერჩევით ფირმებს, იქ თუ ელექტრონულ ტენდერში გაუთვალისწინებელი ფირმა, კომპანია ერთი წარსულზე ნუ ვისაუბრებთ, რომ დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ. შობილი წარსულისაგან არის შობილი მომავლისა ბატონო გიორგი და ამიტომ მომისმინეთ ბოლომდე. ესე იგი, ის რას გულისხმობდა, ის მექანიზმი, რომელიც დღეს არის, არ გულისხმობს სწორედ ამ ტერორის აპარატს, რომელიც ჰქონდა ადეიშვილს, შესაბამისად არ არის, ასე ვთქვათ, ტერმინი იყო ასეთი გაიაცნებული, გახსოვთ?
ვერ არ არის ბიზნესი გარანტირებული რომ მიღება ჩაბარების აქტი მოხდება. არ არის ბიზნესი გარანტირებული ფულს გადაურიცხავენ. არ არის ბიზნესი გარანტირებული ისეთი ფასი არ ჩამოვა კონკურენციის შედეგად. რომელიც მომგებიანი იქნება. გასაგებია კორუფციასთან ჩაიშალა ტენდერები. კორუფციასთან დაკავშირებით. ეხლა გეტყვით. თავისთავად ვერ გაჩერდებოდა სამუშაოები. თავისთავად დაიწყო ერთბერთან მოლაპარაკება, რომელიც მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. აქედან გამომდინარე, ეს გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი და რაც შეიძლება სწრაფად. რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის პოზიტიური მიდგომა. გასაგებია თქვენ რომ რაღაცა გამოსწორდეს, აი ეს არის პოზიტიური. რას ფიქრობთ თქვენ ამ არგუმენტზე? რომ სქემა და სისტემა შემუშავებულია წარსულში, რომელიც დღესაც მოქმედებს და მისი შეცვლა და ასე შეუძლებელია. სასაცილოა დღეს საუბარი ამ სტუდიაში იმაზე, რომ რაღაც სისტემა არის შესყიდვების ცუდი, იმიტომ რომ 2 წელიწადნახევარი ეს ხელისუფლება არის, კანონი მის ხელში იყო, პარლამენტი მის ხელში იყო და თუ არ ვარგოდა ეს სისტემა, მას შეეძლო ეს შეეცვალა. არის ესეთი გამოთქმა სამართალში, კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც მზე არ ამოვიდეს. აქედან გამომდინარე არსებობს კანონი უნდა იყოს დაცული. ის რომ რაც ხდება ამ ტენდერების მიმართულებით 75 ტენდერი რომ არის ჩაშლილი მერიაში 6 თვის განმავლობაში ეს რომ ტრაგედია არის ეს არის არა მე მაქვს ციფრები და 31 აქედან გამომდინარე ეს არის ნამდვილად ტრაგედია რატომ იმიტომ რომ მე მაქვს ციფრები საიდანაც ჩანს რომ წელიწადნახევრის განმავლობაში თუ 5 მილიონი ნახევარზე იყო გაფორმებული პირდაპირი შესყიდვებით ერთბერთან მოლაპარაკებით 6 თვის განმავლობაში უფრო სწორად 7 თვეც კი ავიღეთ ამ ხნის განმავლობაში არის 10 მილიონი ნახევარზე გაფორმებული. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში თუ ადრე ფორმდებოდა 276,300 ლარზე, ეხლა ფორმდება 2,636,000-ზე. თვეში პირდაპირ შესყიდვით. ახლა ამის შედეგი რა არის? ბატონო მეტი გამოდის. დიახ, 10-ჯერ მეტი. ამის შედეგი არის ის, რომ ტენდერის შედეგად, როდესაც სტარდება ტენდერი, დაახლოებით 8-დან 10%-მდე ნაკლები ფასი ჯდება და სახელმწიფო იხდის ნაკლებს იმავე სამუშაოს შესრულებაში. ხოლო ერთბერთან მოლაპარაკებით ეს 10% დაკარგულია. ესე იგი 10 მილიონიდან უკვე აპრიორი დაკარგული არის 1,900,000 ან თუ 1,300,000. ეს კანონია ცუდი თუ რაც არის, ამაზე უნდა ეზრუნა ქართული ოცნების ხელისუფლებას მანამდე და საერთოდ მაგასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს ასრ და მაყურებელსაც ვეტყვი, რომ თავიდან ეს ელექტრონული ტენდერები გახლდათ პირველი ესეთი პირველადი წამალი და სასწრაფო დახმარება იმ კორუფციისთვის, რომელიც მანამდე სისტემაში არსებობდა და ელექტრონული შემოღება იყო ამისგან განკურნება. კი ბატონო, ეხლა არის სხვა ეტაპი, შეუძლიათ უკვე ხარისხზე გადავიდნენ, არის ესეთი ხარისხობრივი, როდესაც მარტო ფასი არ ითვალისწინებს, არამედ იქ არის გამოცდილება. კი ბატონო, მაგრამ ეხლა როდესაც გამოუცდელი ხალხი შემოყავთ და მაგალითად აი ცნობილი არის ეს დაგი და სეკურის ამბავი, როდესაც დაგი სამშენებლო კომპანია იყო და მიცეს პირდაპირ შესყიდვით გზები და ავანსი აქვს 100% თუ 95 მიცემული და ჯერაც არაა სამუშაო დამთავრებული და როდესაც ეს ადამიანები აი ცეკური მაგალითად ეს ბატონი სერგო ხაბულიანის ის აღმოჩნდა თვითონ არ იცოდა რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით როგორ ტენდერით იყო და აღმოჩნდა პირდაპირ შესყიდვით და ჯერაც არ არის გაკეთებული სამუშაოები. აი ამიტომ ჩვენ ჯოკია ბოდოკიას კორუფციაზე კი არ საუბრობთ. ჩვენ საუბრობთ აი ამ კორუფციაზე, რომელიც მილიონებზე გადის. და რომელიც არის ძალიან სახიფათო და მინდა მოგახსენოთ თუ შეიძლება, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ამ ქალაქზე. ჩვენც გვინდა რომ კონსტრუქციულად დავილაპარაკოთ მერთან და იმ თავითვე ჩვენი მიზანი არ ყოფილა მისი დაბარება. ეხლა ეს ცნობილია და ჩვენ დასმული ქონდა უკვე საკითხი საერთოდ თავრობის გადადგომას ვეთხოვდით, მაგრამ კოლეგას დაუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ იქნებ დავილაპარაკოთ და მე პირადი შეხვედრებიც მქონია მერთან და არ დამიმალავს ისეთ რჩევებს მიმიციან, რომელსაც დღესაც მივცემთ, მაგალითად აუქციონებს დათუ ატარებენ, რატომ ერთთვიანს აკეთებენ, რომ ეს ძალიან ცუდია, რომ ეს კორუფციის წყაროა, მაგრამ ნარმანიასთვის აპირებთ რჩევის მიცემას. ბატონი დავით ნარმანია არ ისმენს კეთილს. მიგიციათ მანამდე რა თქმა უნდა ზოგადადაც მიმიცია სახალხოთაც და პირადადაც მაქვს საშუალება ნამდვილად გულახდილად ვეუბნები თაც ვაყოლებ იმას რომ არ უნდა გირჩევდე მაგრამ ეს ქალაქი ჩვენია. ბატონმა ნარმანია რომ ვერ შეძლოს მის გაკეთება რაც მას ევალება ეს არის კრახი ამ ქალაქის. ამიტომ დავთანხმდით შეხვედრას რომ იქნებ დავილაპარაკოთ და იქნებ მან გაითვალისწინოს და აღმოუჩნდეს კარგი მრჩეველი. ეხლა მე ვისურვებდი მან ისეთი ვიცემერი მოიყვანოს რომელიც იქნება პრაქტიკოსი და პოლიტიკისგან თავისუფალი და არა ისეთი როგორც მარგიშვილი პოლიტიზირებული. გასაგებია მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ და ამის თქმა მინდოდა რომ ალეკ მივცეთ სიტყვა თქვენს კოლეგებს და შემდეგ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ არის მუდმივად საუბარი რომ ნაციონალური მოძრაობის სურვილი იყო ეს რომ მერი მოსულიყო მაგრამ კიდევ ერთხელ
ხაზუსამომ ალიკო ელისაშვილის ინიციატივა იყო ეს, თუმცა საბოლოოდ სწორედ თავისუფალი დემოკრატების ხმების არ მიცემის შედეგად ეს ინიციატივა რეალობად ვერ იქცა. ალიკო, ათეულობით მილიონობით ლარი შეადგენს ის კორუფცია, რომელიც მერიაში ტრიალებს. თქვენ ხედავთ ასეთ მძიმე სიტუაციას? საიდან გაქვთ თქვენ მაპატიეთ ამ კითხვის დასმის უფლებას, როგორ ათეულობით მილიონობით ლარის კორუფცია ტრიალებს მერიაში. არ შეიძლება ბატონო გიორგი, ეს უკვე ბრალდება და მოსახლეობა შეკავთ შეცდომაში რა. თქვენი ოპონენტი საუბრიდან გამდინარე, მაგრამ არ შეიძლება ბატონო გიორგი. ქალბატონებმა მე მოგცემ თქვენ საშუალებას შემდეგ და მოსახლეობა შეკავთ შეცდომაში ძალიან საშუალებას შემდეგ რომ შეხედვების ციფრები ციფრებს გეტყვით არის გაკეთებული. დამოღებული ინფორმაციის გეუბნებით. ის არის ზუსტად ის არის შეცდომა და ის არის თქვენი პრობლემა. რომ მე და თქვენ ახლა ვივართ აქ სტუდიაში, დიახ და თქვენ მოცას აქ, როგორ უნდა მიმდინარეობდეს ტენდერი თურმე ქალაქის მერიაში. როცა ზუსტად თქვენი ხელისუფლების დიახ, ზუსტად თქვენი ხელისუფლების ქალბატონოსებია. თქვენი ხელისუფლების კი ბატონო, ვიცი თქვენი ბიოგრაფია და არ არის საჭირო და მოსახლეობამ ვიცი, დიახ. თქვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში იყო ზუსტად ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც თქვენდა ტენდერების საერთოდ როგორ შეიძლება და 2011-ში, 2010-ში, 2009-ში ტენდერებზე დავასახელეთ კი უამრავ ფაქტებში ბატონო ნარმანიამ. შედეგი ის არის, რომ თქვენი მერი ზუსტად ის ამბრალებდებდა და დაკავშირებით ციხეში, ჩემო ბატონო, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრის ციხეში, თქვენი პრეზიდენტი არის ზებნელი და ეს დემაგოგია, ეს არა დემაგოგია, ესაა ფაქტები და კონკრეტულად გეტყვით ქალბატონო სევდია გეტყვით კონკრეტულად ჩემო საფარელო გეტყვით იმას, რომ რატომ იქნა გადაწყვეტილება ერთ პირთან არ მოგწონთ, არა როგორ გაკადრება, რა არ მომწონს მიხარი, უნდა ვილაპარაკოთ, თქო ობიექტურად, თქვენ ადებთ ბრალს პიროვნებას ისეთ, რომ კორუფცია, რომელ კორუფციაზეა ლაპარაკი, როცა ერთი ჯოკია ბოდოკია ფაქტი და აღმოჩნდა, არა, ტენდერებს როგორ ჩავატარებთ, როცა საბოტაჟის ფაქტები იყო გამოცხადებული ქალბატონოსებია, აგვისტოს თვეში რა დაახვედრეთ მერიას, რა სიტუაცია იყო მერიაში, შემოსახვევში არ იზოგება აი ამაში და ხალხის ფული იფლანგება. მივცეთ საშუალება ბატონ ალეკოს, რომ პასუხი გასცეს იმ შეკითხვას, რომელიც თუ შემაწყვეტინებთ, მეც არ დაგაცნით. არ მოგწონთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავუმეორებ ალეკოს ამ შეკითხვას. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება მილიონობით ლართან დაკავშირებული კორუფცია არსებობდეს მერიაში? მე პროკურორი არა ვარ, გაონძიებელი და დანამდვილებით რო ვიცოდე, რომ კორუფცია წავიდოდი და შესაბამის ორგანოებს ჩავაყენებთ საქმის კურსში. მაგრამ სოსოც აუბრობდა და რეალობა ასეა ბატონმა ზაზამას თქვა ქალბატონს ედიამაც. რეალობა ასეა, რომ ძალიან ბევრი ტენდერი არის ერთ პირთან მოლაპარაკებით. ძალიან შედეგად ზოგი ჩაიშლება ხოლმე, ზოგი არ ჩაიშლება. ავანსები არის 100%-იანი გადარიცხული. ეს თავისთავად არის რისკის შემცველი, კორუფციის რისკის შემცველი, ხომ? ხო არ უნდა თუ გამოცდას უტარებთ ამ ხალხს ფულთან მოქცევა, როგორ იციან კომპანიების ხელმძღვანელობა, ეს სხვა ამბავი. მაშინ ვთქვათ, რომ ასეთი ტენდერი გვაქვს გამოცხადებული, მათ სინდისსა და ნამუს ვამოწმებთ. თუ გული რაზე მწყდება, რომ სულ არის ხოლმე ეს რა, ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ეკამათება, ნაციონალურ მოძრაობა ქართულ ოცნებას ეკამათება, არის ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები. ის რომ კანონი ხარვეზი შემცველია 3 წელი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქართული ოცნება აკონტროლებს სრულად პარლამენტის შემადგენლობას. აკონტროლებს ყველა თვითმმართველობას, აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლება ქართული ოცნებით დაკომპლექტებულია, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა. ამას არის რომ აი საკრებულოშიც მინდა რომ ყოველ დღე იყოს ქალაქის რეალურ პრობლემებზე საუბარი. პარლამენტში რაღაცა ბუსუსებიან პრეზერვატივებზე და სამხედრო სალამი როგორ მივცეთ, ამაზე კი არ იყოს ლაპარაკი, რასაც უსმენთ ხოლმე. არამედ ქვეყნის და ქალაქის და ქალაქების და რაიონების რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი. და ამაზეა კანონია შესაძლებელი რა უშლის ხელს ქართულ ოცნებას რჩევა ჭირდება აგერ ბატონო ჩამოაყალიბა სოსომ ხო სოსომ რა არის ხშირად ეს არის მიზეზი რომ ბიუროკრატია აფერხებს მაგალითად დღეს ბიძინა გიორგობიანი გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გიჟივი დარბოდა ოთახ რომ ქაღალდები უჭირავს ხელში და ნერგებს ვერ გავს შესანიშნავი პროექტი ხორციელდება დენდროლოგიური პარკი კეთდება 50 წლიანი მიგდების შემდეგ უნდა აღდგეს ეს პარკი არ გვინდა ბატონო ალეკო არავის არ უნდა არაფერი არ კეთდება ვაღიარებ არა მე ვამბობ აგერ თქვენ რო ვერ ამბობთ და პიარში მოიკოჭლებთ აგერ ვამბობ და კი ბატონო მაგრამ საერთოდ არაფრის აღიარება არ უნდათ
ქალბატონო რიმად, ჩემი ინიციატივით ვამბობდი. წინვალე რამე კეთდება დენდროლოგიურ პარკში და ბიუროკრატიის გამო, იმის გამო რომ დროზე ვერ აცხადებს ტენდერს და ტენდერი რო გამოცხადოს შეიძლება სექტემბერში იყოს შედეგები, ნერგებს ვერ ჩარგავს. თუ ნერგებს ვერ ჩარგავს, 5500 ნუში უნდა იყოს ჩარგული. შესანიშნავი რა მოხდება აპრილში, როცა ყვავილობს ნუში, იქნება ფეერვერკი იქ. მაგრამ ამის გამო თუ ეს პრობლემა ეს კაცი ამბობს რომ მომეხმარეთ ხალხო, მომეხმარეთ, ქაღალდები ხელში მიჭირავს და ნერგები მიხმება. ეს თუ ვერ ჩავრგე ერთი წელი ვეღარ ჩავრგა. დღეს აი გარემოს დაცვის კომისიაზე ამაზე გვმინავდით და გვოდებით. გავმართოთ, მოდით რეალურად ამ კინკლაუბების რაღაცა რუღაცეების ნაცვლად ქართულ ოცნებასთან მაქვს თხოვნა, იმიტომ რომ 7 დეპუტატია სულ ნაციონალური მოძრაობის. ქართულ ოცნებასთან მაქვს თხოვნა, რომ რეალურად თქვენს, მეც, ყველანი ერთად დავკავდით ქალაქის რეალური პრობლემის მოგვარებით. კანონშია ხარვეს და არის კანონში ხარვეს გავასწოროთ. რომელიღაც ჩინოვნიკი ვერ მიხვდა საერთოდ ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ბოდიშვიხტი, მაგრამ არის ნიმუში არა კვალიფიციურობის. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი არის ნიმუში არა კვალიფიციურობის. ადამიანი რომელსაც საერთოდ არის ძველი თბილისი იჭმევა, ისმევა, იღეჭება თუ უნდა ჩარგო. ამდენად ამაზე რეალურ პრობლემებზე უნდა საუბრობდეთ ჩვენ. ამიტომ ნარმანიასთან დარეკვის პრობლემა კი არ მაქვს. გავალ ახლა დაურეკო, მაგრამ მე ვარ საჯარო პირი. ვარ ხალხის მიერ არჩეული. ხალხს უნდა აუხსნა, რომ რაღაცა რო არ არის, კარგად ყურმოყური კი არ უნდა უყვებოდე მარგიშვილი, იმიტომ გაუშვეს თუ ამიტომ და ნაცარს კი არ უნდა კეკავდე. მოხდეს საჯაროდ. ნუ ვიცოდე რა ხდება, უნდა გამოვიდეს ამისთვის. ის კი არ ჩვენ იმას საწამებლად კი არ ვეძახით იმას დავით ნარმანიას. კი არ უნდა მივაბათ იქ და გავშოლტოთ და გავროზგოთ. უნდა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ წინაშე ანგარიშვალდებული, ჩვენ ვარ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებული. მოვიდეს და ახსნას მერერა რო რომელიღაც გამგეობაში კორუმპირებული იყო და მერერა რო საშუალო რგოლის კორუმპირებული მართლაც ძალიან კარგი რომ დააკავეს. მერერა მოდი მხარგაშვილი და აგვიხსენი რომ ასეთი რამ არ მოხდება და ის ვიღაცა გარეწრები ვინც ხელსაფათურებენ, აი ძმარსვადენ სათითაოდ. მარგიშვილი რატომ გაუშვი? კითხავ და გიპასუხებს, ამიტომ და ამი რა დასამალი ეს არის და რა საჯიჯღინო და რა ხელმოწერები და ფურცლები დამატარებდნენ. თქვი ერთი კვირა ვამბობდი, ორი კვირა ვამ დაიძახე შედალოცვილო, იმიტომ რომ არაფერი ქულების დაგროვება მე არ მინდა. მინდა რომ ამ ქალაქში დავდივარ ფეხით, ხალხი რომ არჩერებს, სულ მცირე პასუხი უნდა მქონდეს კითხვაზე, რატომ ჩემთან იყვნენ მძღოლები მოსული, ამას ვიძახი ყველა ეთერში. ყვითელი ავტობუსის მძღოლები, სანდრაბუსებს რო ვეძახით, ხო? ისედაც როგორი ვადაგასულები ჩამოვიდა თბილისში. სულ ზღაფავენ და მძღოლებმა მითხრეს რომ გვიშველეთო, მოდითო და ნახეთ ვაწვევითო ავტოფარეხში, როცა ვქოქავთ ამ მანქანებსო. ვაწვევითო ავტობუსებს, არ იქოქებაო. ამაზე უნდა ვლაპარაკობთ, ამაზე პასუხი გვინდა, რას აპირებენ, როდემდე უნდა იგრიხინოს ამ დაჯართულ ბატონო საყვარელიზეს მივეცით იმ ხელა ქონება რადიოხასის უნდა აიშენებიან და აი ამაზე არის საუბარი და ეს ვლაპარაკებს მე და არა ის რომ ვიღაცას ნიშნი მოუგო და დავიბარო ნარმანი ძალიან კარგი თქვა რომ ორ კვირაში მოვალ არაპირებდა მოსვლას თქვა ააშენა ღმერთმა მოვალ დავხვდები და შოუს მოვაწყობ და ბუშტებს გავ არაფერი შოუს მოწყობას არ უბრალოდ მე რო ხალხი მეკითხება სულ მცირე იმაზე პასუხი მერისგან უნდა ვიცოდე და არ უნდა რაღაცებს ხლართავდე და ნაცავს კეკავდე რომ იცი რა მგონი ამიტომ გაუშვეს იმიტომ მოდი და თქვი შედალოცვილო 100 ამას ვაპირებ თუ ვერა აბავ თავს რაღაცის მართვას და დაიხურე ქუდი წად თუ აბავ კი ბატონო თუ რამეში დახმარება უნდა აგერავოთ ყველანი ხა ვინ ეტყვის რომ არა იცი რა კანონი რაღაცა ვაწვალოთ ნარმანია თუ რა არავის არ უხარია ქალაქის რომ უგრიხი ვაგრიხინებთ ამანქანებს არ მგონია ვინმე ახალისა თქვენ როგორ გაბავენ თუ არა თავს თავის მოვალეობებს ტენდერებთან დაკავშირებით ვიტყვი კი ბატონო სიტყვას მე უნდა დავეთანხმო ქალბატონ იმას რომ გასულ წლებში უბრალოდ საშიშიც კი იყო ტენდერში მონაწილეობა რომელიმე ფირმისთვის თუ არიყავი და რაც ახსენა ის კალკი გაიასნებული არ ქონდა საშიშიც კი იყო რომ შეგეტანა განაცხადა ტენდერში მონაწილეობა მაგრამ ეს არნიშნავს ქალბატონი მე ჩვენ ამას ესე შევხედოთ მე მინდა ეს პირდაპირ თქვა რომ მე შემიძლია გითხრათ რომ პირდაპირ რასაც ქვია და რაზეც ვიძახი ჩვენ ამასაც ჩარიცხვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ კაბელების საქმეზე თქვა რომ კორუფციის მთავარი ის რომ 4 მილიონი კაბელების საქმეზე ამას საკითხი გადარიცხული. მაგერ გეონები 17 მილიონია გადარიცხული და ქალაქს მერე თავს იწონებს. წინასაც ჩავრიცხეთო. თუ კაბელების საქმეა ჩვენ ვემხრობთ ამას რომ არ შეიძლება თუ იმ შემთხვევაში ბატონი ბიძინა იძახდა რომ ბატონო ორმაგი სტანდარტია სახეზე თქვენ. რა თქმა უნდა თუ ბატონი ბიძინა იძახის იმას რომ და თქვა და ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით რომ 4 მილიონი იყო წინასაც ჩარიცხული და ეს შეიძლება იყოს კორუფციის დიდი წყარო შესაბამისად მოდი თავს ნუ ვიწორეთ როცა თბილისის მერიაში 17 მილიონია ამასაც ჩარიცხული მხოლოდ 2 თვეში
17 მილიონი. დიახ, ავანსად 17 მილიონი. შემიძლია ეს განახოთ. ეხლა რაც შეეხება კიდე დაუბრუნდები იმ კონკურსებს, რომელიც იყო და რომელზეც ვინ არის მართალი. რა თქმა უნდა, ეს არის ქართული ოცნების შესტომა. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ყველაფერი თბილისის მერიის კისერზე. მე შემიძლია გითხრათ, კონკურსი ჩაატარა თბილისის საკრებულომაც. მაგრამ თბილისის საკრებულოში ოპოზიციიდან ყველა ოპოზიციიდან იყვნენ კომისიის წევრები. დაინგრასოს რამე ვიყავით იქ სულ ყველა არაფერი. თბილისის მერიამ, რომელსაც ბატონმა ნარმანიამ თუ მას ეხება თუ სხვა ხებარიც გააკეთა ჩაკეტილი სისტემა, ჩვენ როდესაც თბილისის მერიამ გამოიტანა ეს საკითხი, მაშინ დავსვით საკითხი, რომ ოპოზიციიდან ვინმე ერთი კაცი მაინც ყოფილიყო წარმომადგენელი, რომ ყოფილიყო გახსნილი. იქ დააკვირდნენ კენჭისყრამდე, მიხვდეთ იმისა ჩვენ თავის შევიკავეთ არ მოგწევთ, დააკვირდნენ რომ აუცილებლად ოპოზიციიდან იქნებოდა წარმომადგენელი. არ იყო არავინ და ჩაიკეტა. ეხლა კეთილი ინებოს და ბატონმა ნარმანიამ პასუხი აგოს სწორედ იმაზე. მან მოინდომა, თორე იგივე მოხდებოდა საკრებულოში. ჩატარდა ისე რომ აბსოლუტურად კითხვა არ გაჭერილა არავის მიმართ, ხო? აი ეს არის. მე ყოველთვის ამას ვუხარ, არ მინდა თბილისის საკრებულო იქცეს ნარმანიას და თბილისის მერიის ხუშტურება და ნოტარიუსად. რომ მათ ხუშტურებაზე ჩვენ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ბატონ სოსოს ტენდერებზე გაგცემთ პასუხი. მე მოგცემ სიტყვას უკვე ჩვენ უნდა დავასრულოთ და ბოლო რეპლიკებზე უნდა გადავიდეთ უკვე ბატონო ზაზა. თქვენ როგორ რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი სიტუაციის ბატონო სოსო. უკაცრავად ბატონო სოსო ისაუბრებ. ბატონო სოსო, თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან? როგორ უნდა იმოქმედოს მერიამ, როგორ უნდა იმოქმედოს საკრებულო? პირველ რიგში საკრებულოში ძალიან ბევრი საკითხი მუშავდება. ახლა ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა და რიტმები, ესე მოდი თქვა და იმ ინერციის შეცვლას, იმ საკანონმდებლო ბაზის გასწორებას, რომელიც არსებობს, საკმაოდ ისეთი დიდი დრო ჭირდება და ახლა იქ ყველა სოლონი არზის ბუნებრივია. ჩვენ გვაქვს ვართ ისინი, ვინც ვართ. და ვცდილობთ რაღაცნაირად საკრებულოს გულისხმობ, რომ გარკვეული ისეთი პოლიტიკა განსაზღვროთ, რომელიც დააჭდება ამ ქალაქს. აი მაგალითს გეტყვით, ერთ კონკრეტულ მაგალითს, აგერ ალეკო მოიტანა ხო იმ დენდროლოგიური პარკის მაგალითი, მილიონი ხის ყბადაღებული თემა თუ გახსოვთ, რომელზეც ბევრი ქილიკობდა, 400,000 ხე იქნება იქ დარგული და 1,5 მილიონამდე ავა, სხვათა შორის ეს ტენდერი მოიგო ბოტანიკურმა პარკმა და ამ პერიოდში 400,000 ორმო არის ახლა იქ უკვე და ძალიან იაფიჭდება 1,200,000 და ეს ძალიან დიდი სამუშაო გასწია სხვათა შორის ქალაქის მერიამაც ამ შემთხვევაში შესაბამის მოსამსახურმა ბატონმა გიორგობიანმა და შესაბამისი კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ბუხრაშვილმა ყველამ ხელი შეუწყო ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო. ასევე ახლა ურბანული მე რამდენიმე მაგალითს მოვიყვან რომ ვიცოდეთ რომ ისე არ არის საქმე რომ არაფერი კეთდება. მაგალითად ურბანულმა კომისიამ თბილისის თავარი პრობლემა, აგერ დამითანხმებიან, არის ის, რომ აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ქალაქი მიწისქვეშა თბილისი, მოდით ასე ვთქვათ, სანიაღვრე ქსელები, საკანალიზაცია და წყალსადენები და საკასადენები და ასე შემდეგ და ამგვარები, ხომ? ეს არის ისტორიული პრობლემა ჩვენი ქალაქის, რის გამოც ძველი თბილისი და არა მარტო ძველი ინგრევა. უამრავი მიზეზის გამო ძველის და ახლის. ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებთ. შესაბამისად იქნა გატარებული ძალიან დიდი სამუშაოები, მოძიებულია სხვა მასალა, დაკარგული იყო სხვათა შორის ინფორმაცია, იგივე არქივებიდან და ასევე ჩვენ აი მე პირადად შევთავაზე საკრებულოს და მერიას შევთავაზე რომ ჩამოვიტანოთ უახლესი ტექნიკა, ჯეორადარები და შესაბამისი მასთან მომყოლი აპარატურა იმისათვის რომ მივიღოთ ქალაქის გამოსახულება, ასე მივიღოთ, ვიცოდეთ ქალაქში რა მდგომარეობა მიწისქვეშ, რომ არ გქონდეს მუდმივი გრევის და აი იმის რა ქვია, მუდმივი თხრის პრობლემა ასფალტის, რომელსაც ახლა ვერ ვნახავთ ჩვენ ევროპის რომელიმე მოწინავე ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ იქ აქვს შესაბამისი ტექნიკა. ამისთვის მოძიებულია მაგალითად მივლინებაშიც იყვნენ ადამიანები, მოძიებულია შესაბამისი ინფორმაცია, იქ პროგრამებია, ეს პროგრამების სწავლა საჭირო და იმედია ეს მალე მოხდება და დაინახავთ. ეს ერთ-ერთი მაგალითია და ეს პოზიტიური მიდგომებია საჭირო და ის ინფორმაციული როდით ასე ვთქვათ ტერორი, რომლის ქვეშაც არის დღეს მოქცეული აღმასრულებელი ქალაქის მთავრობა, მოდით ასე ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამას. თუმცა მე თქვი იმის შესახებაც, რომ ძალიან ბევრი
ასე თქვა დაპირისპირებას არ დავარქმევდი, მაგრამ კრიტიკა გამომითქონს მე პირადად მოამრავი, მაგრამ ამას უნდა კონდეს ნორმალური ხასიათი და არა ისე რომ თავზე გვექცევა ქვეყანა და ასე შემდეგ. თქვას თავისი აზრი, ჩვენ უნდა დავასრულოთ და ბოლოს სიტყვას გასდევთ ქალბატონ რიმა. მე მიუხედავად იმისა, გავაკეთე განცხადება, რომ მელიას მიერ მოცემულ შენიშვნებზე არ გავაკეთებდი არანაირ ახსნას, მაგრამ არ შემიძლია არ დავტოვო შეფასების გარეშე, როცა ახსნა მან ბატონი მალხას მჭედლიშვილი. და სასაცილოა დღეს, როცა მელია ლაპარაკობს მალხას მჭედლიშვილზე. როდესაც მან ისაუბრა იმაზე, რომ სუსის თანამშრომელია მერიაში და მჭედლიშვილი არის პირველ ყოვლისა არის ქართველ კაცი არის კაცობის ეტალონი მელიასაგან განსხვავებით. მალხას მჭედლიშვილი არის მაღალი პროფესიონალი, მალხას მჭედლიშვილი არის კარგი მეგობარ და კარგი პროფესიონალი. მალხას მჭედლიშვილი არის მოადგილე, რა თქმა უნდა, საკრებულოს თავმჯდომარის, რომელიც აქტიურად მონაწილეობს აბსოლუტურად ბიუროს ხდომებში, საკრებულოს ხდომებში და კომისიურ მუშაობაში. და რა პრეტენზიები აქვს მელიას, იმიტომ რომ თქვა თავისი ძმა მუშაობს დღეს, ვერ წარმომიდგენია სუსი რა, როგორი ორგანიზაცია ის სუსი, აი ესეთ შეფასებას რო ვაკეთებთ. არ არის ბატონო მელია სუსი ისეთი ორგანიზაცია, როგორც იყო თქვენს დროს. ის არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია, სადაც მიმდინარეობს სპეციფიკური სამუშაოების ხედვა და კვლევა. აი ეს განმარტება მინდა თქვა. არ შეიძლება. დიახ, და არ შეიძლება, რადგან მალხას მჭედლიშვილის ძმა თურმე მუშაობს სუსში, არ შეიძლება ასეთი შეფასება გავაკეთო და ეს არის დანაშაული. მე მივესალმები ბატონ სოსოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აი ასეთი ღია ცილისწამება ადამიანებზე ჩვენ ეს უნდა შევწყვიტოთ. და მეორე თემა, ბატონო გიორგი, მე მექნება თხოვნა. თქვენ ხართ ძალიან კარგი წამყვანი. და ამას საზოგადოებაც აფასებს. მე მინდა გთხოვოთ, რომ ის რაც კეთდება დღევანდელ საკრებულოს მუშაობაში იქნებ დაინტერესდე და 4 შაბათობით. აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ დეპუტატს აქვს მიღებები, მოქალაქეებთან მიღება. მოდი ერთხელ დაინტერესდით და მომბრძანდით. რა ვართ ჩვენ, რას ვაკეთებთ, როგორ მუშაობთ, რა პრობლემებია მოსახლეობის წინაშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რა, ჩვენ ადამიანებს დაუბრუნებთ მომავლის წმენა. ჩვენ ადამიანებს დაუბრუნებთ ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე. მათი ამოცანა ის, რომ მათი კეთილდღეობა ჩვენთვის არის უმთავრესი, ეს არის უპირველესი და მათმა ეს ირწმუნეს უკვე ჩვენი მუშაობის შედეგად. ამიტომ თხოვნა მექნება, რომ ის დადებითი საკითხები, ის დადებითი პოზიციები, რომელიც არის მერიაში, რომელიც არის საკრებულოში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გახდეს საზოგადოებისთვის თქვენი საშუალებით, ტელევიზიის საშუალებით, სტომადი რომ ხალხმა გაიგოს რა ხდება ამ ქვეყანაში. და მეორე თემა, არ შეიძლება წარმოჩენა გავაკეთოთ მხოლოდ უარყოფითზე. მოდი რა და გავაკეთოთ ის და ჩემს კოლეგებსაც მე ვთხოვ. მე ვიცი რომ აქ ჯდომ ადამიანებს თბილისით, კივად დედაქალაქში არსებული პრობლემები და ის რომ ჩასაფრებული პოზიციიდან გავაკეთეთ რომ რა შეცდომები იყო, გავაკეთოთ ის რომ დავჯდეთ ერთად, დავდგეთ ერთად და იმ ნაკლოვანებების, იმ პრობლემების აღმოფხვაში ყველა მივიღოთ გადაწყვეტილება თბილისის ამშენებლობის საკითხი. ამჯერად ჩვენ გამოიწუროთ, თორემ მომავალში კიდევ დაგპატიჟებ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამისთვისაც დავპატიჟეთ ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი იმისთვის, რომ გამოითქვას როგორც პრეტენზიები, აგრეთვე იყოს საუბარი დადებით მხარეებზე. მე აუცილებლად ქალბატონო სევდია მინდა გკითხოთ იმასთან დაკავშირებით, რაც ქალბატონმა რიმა განაცხადა მალხას მჭედლიშვილთან. კაცობის და გაგების ამბავში მე ვერ განვიხილა ვერაფერს. ვინაიდან კაცობა და გაგება არ არის არჩევითი ორგანოს წევრის თვისება, რომელთაც იგი უნდა ხასიათდებოდეს და ეს არ არის წამყვანი. და არ მესმის საერთოდ ასეთი შეფასებები რაშუაში. მალხას მჭედლიშვილი ნამდვილად სახეზე ვიცი და მინდა გითხრათ, რომ სალომითაც ცოტა ძვირი ადამიანია, მაგრამ ეს არც ვიცი ზუსტად რომელი არის, შეიძლება ამერიოს ვინმეში. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნამდვილად არ ვიცნობ, იმიტომ რომ სალამზედაც კი ხან ვესალმებ, ეგ არა მთავარი. სხვა რამე მინდა ვთქვა. აი, ქალბატონ რიმა არის ძალიან უსამართლო, როდესაც ამბობს, რომ თითქოს მხოლოდ და მხოლოდ სუდზე გვაქვს ჩვენ ვართ ორიენტირებული, ეს ასე არ არის. მე მინდა ვთქვა, თუ შეიძლება დამაცადეთ რა. მოусმინოთ შეიძლება დავიცვათ ეს კაცობის და გაგების და ქალობის ამბავში. ქალობის ამბავში ნუ შემეჯიბრებით ძალიან გთხოვთ. არ გეჯიბრებით ნამდვილად, მე საერთოდ გაგების ამბავში ვერ შეგეჯიბრებით. გაგება მე სხვადასხვა პირდაპირი მნიშვნელობით და ქართულ კაცი არის თავად დიახ და მე ამ გადასახედიდან თქვი და თქვენ ძალიან ისტორიკები არაა საჭიროთ რომ ვერ მომიგებთ მაგ საკითხებში. რაში ვერ მოგიგებთ და რაში არა, ქალბატონო არ ვიხილავთ აქ მაგას. აქ ვიხილავთ იმას, რომ ქალბატონმა რიმამ აბსოლუტურად
იცრუა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ცუდზე ვართ ორიენტირებული. ვინაიდან ის ძალიან კარგად ხედავს, რომ მე პირადად და ჩემი კოლეგები ხმას ვაძლევთ ყველა იმ პროექტს, რომელიც მიგვაჩნია საჭიროდ და სამწუხაროდ ყველა ეს პროექტი არის ძველი, რომელიც მოდის ჩვენი დროიდან და თუ არის რაიმე ახალი ასეთი ფაქტი. არ ყოფილა დიახ საკრებულოს ხტომა რომ მე არ ყოფილიყავი, არ ყოფილა ასეთი პროექტი. თქვენ ხელი აგეწია. ეს არის განწყობა. არავითარი განწყობა, დიახ, განწყობა არის ისაც რეალობა. მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ ეს ძველი პროექტები მართლაც კარგია და ახალი თუ არა მე ხა დენდროლოგიურ პარკში რომ დაიდგოს ხე, ნამდვილად აუწია და კვლავ აუწევ ხეს. თუმცა ესეც იყო ჩვენ დროს დაგეგმილი. ასე რომ ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ვართ კონსტრუქციული და ჩვენ ამიტომ გვინდოდა ბატონი ნარმანიას მოწვევა აქ რომ მასთან საუბარს აზრი აქვს ჩემთვის. ახლა ქალბატონ რიმასთან და საერთოდ პიროვნულად არავისთან არ მაქვს ის პრობლემა. საერთოდ არავისთან, მაგრამ ერთი რამ უნდა დავზინო. სამწუხაროდ ასე რომ ეფარებიან ბატონ ნარმანიას, მე მიმაჩნია ჩვენ მეც სიკეთეს უკეთებს მას, როდესაც მიუთითებთ იმაზე რა პრობლემები არის, იმიტომ რომ თუ დადგება მომენტი და ბატონი ივანიშვილი იტყვის, ქართული ოცნების 2/3 გადააყენებს მას. ძალიანში არის ესე. ჩვენ რატო არ მიუთებთ ნარმანიას გადაყენებას? თქვენ არ გითხოვთ ნარმანიას გადაყენებას. იმის რომ რატო არ მიუთითებთ ძალიან ხოთ რა. რატო არ მიუთითებთ? გააკეთოს ქალაქში საქმე და არ იყოს ესეთი პოლიტიზირებული, თუმცა ამას ეთყობა მისგან ითხოვს ივანიშვილი. როგორც კი შეანელა მან ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა და შეეცადა რომ საქმეზე ყოფილიყო ორიენტირებული, მაშინვე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა და ინერტული და სუსტი მერი აღმოჩნდა. ეხლა გააძლიერებს ნაციონალების ლანძღვას და მაშინვე ფავორიტი იქნება. დასჭირდება ივანიშვილს 2/3 გადააყენებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ. მისცემთ ხმას ქალბატონო. მადლობა ბატონ ზაზა და ბოლოს ბატონი ალიკო. ნამდვილად ვისურვებ, რომ ბატონ ნარმანია რაც მალე გაიხსენეს მის ძირითად საქმიანობას და დაუბრუნდება მერობას და დაუშვათ მის ძირითად საქმიანობას იქნება და დაეტყობა თბილისს, ნამდვილად ვისურვებდი, უბრალოდ ერთი არის, რაზეც მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგაცემა, მე მინდა აუცილებლად შევეხო ამ თემას, ესაა სიტი პარკის თემა, ეს იყო მისი ძირითადი დაპირება, რომ სიტი პარკს და ამ მართლაც საშინელ ორგანიზაციას, ხალხურ ორგანიზაციას მოაცილებდა თბილისს, მაგრამ 50,000 გადაიხადეს აუდიტორულ ფირმასთან რაღაცა, მაგრამ ბოლო ინტერვიუში როგორც ხედავ, მისი განაცხადი ისეა, რომ სიტი პარკი ისევ იქნება და ქალაქთან დაკავშირებული. ყოველშემთხვევაში მისი განცხადება ეს არის და ყოველ შემთხვევაში თუ არ იცოდა, მაშინ უდაპირდებოდა ამ ქალაქს, ყოველ შემთხვევაში მოვა ის და ჩვენ მოусვენთ ამასთან დაკავშირებით. მადლობა ბატონ ზაზა და ბატონო ალიკო. მე ბატონი სოსოსგან განსხვავებით გასლევთ კრიტიკულად ვარ საკრებულოს მუშაობისადმი განწყობილი, ისე როგორც მერის მუშაობისადმი მე ვისურვებ, რომ და მიმაჩნია რომ მერიასაც და საკრებულოსაც ძალიან ხშირ შემთხვევაში დაავიწყდა ხალხი, მათი პრობლემები, ქალაქი და ქალაქის პრობლემები. ჩვენ 8 თვის განმავლობაში, რა ვქნა, არ შემიძლია რო ვთქვა, საკრებულოს დღის წესრიგი ძირითადად არ ემთხვეოდა ქალაქის და ხალხის პრობლემების დღის წესრიგს. სიტი პარკიდან დაწყებული, რომელზეც 8 თვეა, ნუ რაღაცა ის მიდის ჭიანური, აი ერთი თვეც მაცალე და აი ხა ის დასკვნა ჩამოა, ის არა და აგვისტოში შუა რიცხვებში როგორი პრინციპული და ისეთი ღონიერი შეხვედრა ქონდა, იმის მერე სექტემბრის ბოლომდე ვადას გაძლევთ, მე აი იანვრის იმას დაველოდები და არაფერი ძროა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალაქში არის ძალიან სერიოზული პრობლემები და აი ამ სერიოზული პრობლემებიდან არც ერთის გადაჭრის გზაც არ არის ჯერჯერობით და მე რაზეც გული მწყდება, საკრებულო ხარჯავს ძალიან ბევრ დროს, ძალიან ბევრ ენერგიას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის აცდენილი მისი დღის წესრიგი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ქალაქის რეალურ პრობლემებს და მის დღის წესრიგს. არის მე მაგალითად მხოლოდ რამდენიმე კომისიის მუშაობით ვარ კმაყოფილი, მაგრამ ძირითადად ვარ უკმაყოფილ საკუთარი თავით პირველ რიგში. საკუთარი თავით და საკრებულო ზოგადად მუშაობთ, იმიტომ რომ არის ხალხი, მისი პრობლემები, ქალაქის პრობლემები და ჩვენი ძალისხმევა არის ამ ყველაფერთან აცდენილი და აი ამ რაღაცებზე თავარი თემა რაზე გვაქვს, ხო რომ მერი დავიბაროთ თუ არ და მოვა თუ არ მოვა. მერის მოსვლა და ნარმანიას ნახვა კი დაახტები ბოლო სადარბაზოსთან და ნახავდა დაუდაპარაკებები. სიტი პარკი, ტრანსპორტი, სოციალური საკითხი, გზები არის ჩათვლებული, შენებლობების პრობლემა, რომელიც სოკოსავით ამოდის ყველა. გენგეგმის არარსებობა წელიწად ნახევარი უნდა წელიწად და სულ წელიწად ნახევარი დაჭირდება თუ არ დაიწყებ მუშაობას. 8 თვე გავიდა უკვე. არ ვიცი სად არის ეს დაწყებული. დიდი მადლობა. ამიტომ ამბობ რომ მე ვისურვებ დისკუსია. მე ვისურვებ ჩვენ რეალურად მადლობა, ჩვენ უნდა დავსვათ ძალიან მოგდა ორი სიტყვა მხოლოდ. სიტყვა რატომ ყველამ თქვა და მეც ვიტყვი. თქვენ ბრძანეთ უკვე ჩვენ უბრალოდ ამოიწურა ჩვენი გზა. რაც მინდა თქვა მოსახლეობას ბატონო სიტი პარკთან დაკავშირებით. თქვენგან დავიწყებ შეჯამება. მე რეპლიკა მქონდა. სიტი პარკთან
დაკავშირებით 100 ბოდიურზე აიგრძელა უკვე სიტი პარკის იმის განთავსება ეს ერთი მეორე პირველი მოსმენა ტროტუარები პირველი მოსმენით გაიარა უკვე მიგრიაულის და ტომარაძის კანონ პროექტმა სხვათა შორის რომლის მოსმენაც გავაკეთეთ ჩვენ იურიდიულ კომიტეტში თქვენს ბრძანდებოდ კაბინეტმა პირველი მოსმენა გაიარა პარლამენტში და იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს კანონს რომლის მიხედვითაც სიტი პარკს აეგრძალება მოქალაქეების მანქანების გადაყვანა საჯარიმო მოედნებზე ეს პირველი მოსმენა გავლილია და ეს მინდა ვამცნო მოსახლეობას სიხარულით და არ მოგვიწევს ჩვენ ბიუჯეტიდან 28 მილიონის გადახდას იმ კაბალური ხელშეკრულების გამო რომელიც დაიდო თავდაპირველად სიტი პარკს დიდი მადლობა ყველა ჩვენ სტუმარს ჩვენ დავასრულეთ მე მინდა ბოლოს შევაჯამოთ ჩვენი ინტერაქტივის შედეგები ჩვენი კითხვა ჟღერდა ასე უნდა მივიდეს თუ არა მთავრობა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა, დაახლოებით 90% თვლის, რომ უნდა მივიდეს მინისტრთა კაბინეტი ამ სხდომაზე, ხოლო 10% დაახლოებით ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. დიდი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, მადლობა მაყურებელს, რომელიც გვიყურებდა და მონაწილეობას იღებდა ინტერაქტივში. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. ნახვამდის.